სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მაგთი ჯაზ კლუბში უმასპინძლა. ტრადიციად დამკვიდრებულ საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ხელმძღვანელები, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ხვდებით აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში. მე მგონი ძალიან კაი ტრადიციაა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ჩავხედოთ ჩვენ მომავალ თვალებში. დავინახოთ თუ რას ფიქრობენ ისინი, რას აპირებენ ისინი, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მხარში ამოვუდგეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიისწრაფიან სწავლისაკენ. ჩვენი მხრიდან ეს არის უდიდესი მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ და მე მინდა ვისურვო, რომ მომავალში მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაიმართოს აფხაზეთში, სოხუმში და ყველამ ერთად ვიზეიმოთ, ესე რომ ვთქვათ, სტუდენტების საერთაშორისო დღე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატების სიგელებით, მადლობის წერილებითა და სამახსოვრო საჩუქრებით 75 სტუდენტი დაჯილდოვდა. აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული თანადგომისთვის კი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს საპატიო სიგელები გადაეცათ. მოხარული ვარ, იმიტომ რომ შევირჩიე 15 სტუდენტს შორის, რომლებიც დააჯილდოვეს დღეს. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, ჩვენ ყველას ერთად ტკივილია და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ მონაწილეობა მივიღოთ ესეთ ღონისძიებებში. თვლი რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება არის, რაც მადლობა მინდა გადავხატა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ჩემი მოწვევისთვის და ღონისძიების ჩატარებისთვის. თვლი რომ სტუდენტებს სჭირდებათ მსგავსი мотиваცია, თუნდაც იყოს ეს წელიწადში ერთხელ ერთი დღით, უბრალოდ სიმბოლურად რომ იმის აღსანიშნავად რომ აფხაზეთს ახსოვს. დღეს თბილისში სწავლობენ, მაგრამ მათ გულებში ყოველთვის იქნება სოხუმი და აფხაზეთი.